გამარჯობათ, მოგესალმებით. მე წინა ვიდეოებიდან შეგვიძლით რომ გაჩვენებდით statements. მე მაქვს ახლა ეს statement-ი გამომიგზავნა კომპანიამ. ვინც არ იცის იმის გასაგონად ვიტყვი რომ statement-ი ეს არის ამონაწერი, რომელსაც კომპანია უგზავნის ცხოველს და მან გაწერილია აი მთელი კვირის განმავლობაში რა იყო შემოსავალი და რა ხარჯები მოსდევს მე ამას ყველაფერს. ეხლა ვიდრე მე უშუალოდ statement-ზე გადავალ, მინდა პატარა ესე განმარტება გავაკეთო ჩემი არხის შესახებ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ერთ-ერთი რიგითი ტრაქერი, ტრაილერის ძღოლი, ასე ვთქვათ, ქართულად და ვიღებ იმ ვიდეოებს, რასაც ვიდეოებს ვიღებ იმის შესახებ, რასაც მე ვაკეთებ ყოველდღიურად, ანუ როდესაც მე მუშაობ. ეს ვიდეოები არის ინფორმაციული, მასში მოცემული არის როგორ აიღო ტვირთი, შემდეგ როგორ დააბა ეს ტვირთი, ან როგორ დარეგისტრირდე, როდესაც მიხვალ ტვირთის ასაღებად და ასევე ნაჩვენები არის ის ხარეები, რაც დაუშვათ ახლავს ამ ბიზნესს. თანხების ფასების ცვლილება ტვირთებზე, მაგალითად ზოგს დაბალ ფასში იღებ, ზოგს მაღალ ფასში იღებ. უამრავი რაღაც ესეთი დეტალები და წვრილმანებია, რომლის პოვნად შეიძლება ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებში. ეხლა მინდა იცოდეთ, რომ ამით მე არ მაქვს პრეტენზია ვიღაცას ან თავი მოვაწვანო ან რამე და რაღაცა მე არ ვაჩვენებ აქ ვინმეს რამე ლაქშერ ცხოვრებას და ასე ვარ ამერიკაში, ან ისე ვარ რაღაცებს ყიდულობ და მაგრად ვარ და აუ ესა და ისა, ესე არა. ანუ აქ მე მაქვს ინფორმაციული ვიდეოები, რომელიც ბევრს გამოადგება, ვინც აპირებს, ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართველი იღებს აქ CDL-ს, ამერიკაზე ვსაუბრობ, რომლებიც აპირებენ სხვადასხვა კომპანიებში მუშაობას და არჩევნის წინაშე დგანან თუ რომელ მისაბმელიან ტრაილერზე ემუშავა. ამ შემთხვევაში ხა მე რახან კონესტოგა მაქვს, ხო? ანუ მე ვაჩვენებ, აი კონესტოგას პარალელურად იგივე შეიძლება ფლეტბეტიც ავიღოთ. ანუ რა ნიუანსები აქვს ასეთი ტიპის ტრაილერებზე მუშაობას. და შეიძლება ვიღაცას გამოადგეს, ხო? ანუ სურვილი აქვს რომ ემუშაოს და გაგონის მაინც ნანახი ჯობია, უყურებს, ხედავს როგორი სამუშაოა, მოეწონება, წავა ემუშავებს, არ მოეწონება, წავა სხვა ტიპის ტრაილერზე. რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან უყურებენ ჩემს ვიდეოებს, იმათთვისაც რაღაც მხრივ მე მგონი ინფორმაციულია, იმიტომ რომ აღქმაში ხედავენ რომ ანუ იმ რაღაცა თითქოს და მაცდუნებელი ხელფასის უკან დაინახავენ რეალურად როგორი ცხოვრებაა, როგორი შრომაა და მოახდენენ შედარებას, რამდენად პროპორციულია ეს შრომა და დაუშვათ გამომუშავებული თანხა. რომ რეალური წარმოდგენა შეექმნათ, რა ხდება, იმიტომ რომ ესე ზეპირად გადმოცემით, ეხლა მე შემეძლო პირდაპირ ამიღო statement მეჩვენებინა, აი მე რა კვირაში ამას ვშოულობ. ესე არ ხდება, იმიტომ რომ ნებისმიერი ეს ტრაილერზე მომუშავე ძღოლი იქნება თუ თვითონ ამ ტრაილერის მფლობელი, ხო? ყველა რაღაც გამოწვევების წინაშე დგავართ და ყველას აქვს პრობლემები. ზოგს გზაზე, ზოგს ტვირთებზე, ხან ფასი არ ვარგა, ხან ტვირთს ვერ ვიღებთ, ხან ის, ამიტომ ეს მარკეტი ესე არის რა, ანუ ერთ კვირას რაღაცას გამოიმუშავებ, სიტყვაზე ეს არნიშნავს, რომ გარანტირებულად მომდევნო კვირეებში ასე იქნება. შეიძლება პლუსში წახვიდე, შეიძლება მინუსში წახვიდე, ვერ გაიგებ მაგას. ამიტომ მგონია რომ რაღაცა მხრივ საინტერესო იქნება იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც ეს აინტერესებს, რა თქმა უნდა. ვისაც არ აინტერესებს, უამრავი კონტენტებია, ვიდეოებია, შეუძლია ბევრ თავისთვის სასარგებლო არხებს უყუროს. და თხოვნა იქნება რომ ვისაც ეს არ აინტერესებს და უბრალოდ იმისთვის შემოვა რომ რაღაცა არაკორექტული კომენტარი დაწეროს ან რაღაცა დაწეროს, უბრალოდ თხოვნა და რჩევის სახით იქნება, ნერვებს თქვენ მოიშლის, ვისაც გაინტერესებთ უყურეთ, მე ვეცდები რომ
გადავიღო საინტერესო ვიდეოები, მარტო ის არა რომ რაღაცა დააბა, რაღაცა აუშვა, მთელ შტატებში დავდივარ, ბევრ საინტერესო და კარგ ადგილებსაც ვხედავ და შეიძლება რომ მათაც რაღაცა ესთეტიურად ლამაზი ვიდეოების გადაღება. ასე რომ ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ statement შემოკარგებო, აგიხსნით იქ მოკლედ როგორ არის რანაირად, მე ვისაც გახსოვთ მე წინასწარ დავიანგარიშე თანხა თუ რა შემხდებოდა, შეადარეთ ის თანხა და ოფიციალური statement-ი რაც კომპანიამ გამომიგზავნა და თქვენ თვალით ნახავთ რომ ცდომილება არის $2, ანუ $2 პლუსში ვარ კიდე. ხო და როგორც გითხარით 99%-იანი სიზუსტით დავთვლი, მაგას პრობლემა არ არის. ნეტა იყოს შემოსავალი და ყველას გქონდეთ შემოსავალი. მოკლედ ეხლა გაჩვენებთ statements და შემდეგ კვირიდან მე კიდე ერთ statements გაჩვენებთ და მე ალბათ მოვიფიქრებ კიდე როგორ გავაგრძელო ამ ვიდეოების გადაღება. თუ ვინმეს რამე კარგი აზრი გაგაჩნიათ და გინდათ რაღაცა ისეთი რამის ნახვა, ისი გადაღებაც მე შემიძლია, არანაირი პრობლემა არ არის, მომწერეთ კომენტარებში და თქვენს აზრსაც გავითვალისწინებ. აი ბატონებო, ბოდიში ღამით მიწევს ამის გადაღება, არც თვითონ statement-ის ხარისხია მაინდა-მაინც კარგი, მაგრამ რაც არის, იმას მაინც გაჩვენებთ და აგიხსნით. ეს გახლავთ statement-ი, ამონაწერი, რომელსაც კომპანია აგზავნის, სადაც დაანგარიშებულია შემოსავალიც და ხარჯის და საბოლოოდ უკვე ხელფასის სახით რაც გაიცემა. statement-ი, ესე იგი, იწყება 16 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით და მოიცავს ყველა იმ შესრულებულ სამუშაოს, რაც მე შევასრულე აი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში. აქ ჩამოთვლილი არის ყველა ის ტვირთები, რომელიც მე გადავიტანე შტატიდან შტატში, მითითებულია შტატი, ქალაქი, რიცხვი, რომელ რიცხვში გადავიტანე და ტვირთის ღირებულება. ხოლო აქ კი მოცემული არის ხარჯები, ანუ რითაც მე კომპანიამ დამჩარჯა, ანუ გამომაკლო ხარჯის სახით. ეს არის კონესტოგის, ანუ მისაბმელის რენტი, ანუ ქირის გადასახადი $400, ასევე არის ტვირთის დაზღვევის გადასახადი cargo liability $275, logbook-ის მომსახურება $50, სიცოცხლის დაზღვევა $35 და ბოლოს არის საწვავის ხარჯი მოცემული სულ ჩამისხავს $1552 და 75 ცენტის. ეს რა თქმა უნდა ფასდაკლებით, თორემ ისე უფრო მეტი გამოვიდოდა. ეხლა ანუ ეს ხარჯები უნდა შევკრიბოთ, აი ეს ხარჯი უნდა შევკრიბოთ და ეს ხარჯი რომ შევკრიბოთ საწვავთან ერთად გამოდის $2312 და 75 ცენტი. აი ეს არის ხარჯი. ეხლა ამ ხარჯს კიდე ერთი ხარჯი ემატება და ეს არის 12% დისპაჩის. აი აქ წერია 88% გროსიდან, ანუ მე ვიღებ 88%-ს თლიანი გროსიდან, ანუ რაც იყო თლიანი გროსი $7525 88%-ს ვიღებ მე, 12% არის დისპეჩის მომსახურების, ანუ ტვირთებს რომ პოულობდნენ და მაძლევდნენ. ესე იგი 12% კიდე ეს გამოაკლდება და ანუ 12% რო გამოაკლდება აი ამ საერთო რაოდენობის თანხას, იქიდან ესე იგი მე მრჩება $6622, რომელსაც კიდევ უნდა გამოვაკლოთ აი ეს მოცემული თანხა $2312 და 75 ცენტი და საბოლოო ჯამში უკვე რჩება აი ეს ხელფასი, რომელიც მე უნდა დამირიცხოს კომპანიამ. ეს არის $4309 და 25 ცენტი. აქ არ არის მოცემული ასევე ფასიანი გზების გადასახადი, რომელიც მე თოლების სახით დამეხარჯა კვირის განმავლობაში, ამაზე მე ვისაუბრე და ეს გადასახადი, ესე იგი, ანუ ეს ხარჯი მე მქონდა $230. ანუ ეს კი ჩამერიცხება მე, მაგრამ ამას კიდე უნდა გამოვაკლოთ $230
და დარჩება 4079 დოლარი. 4079 დოლარი. ანუ წინსწრებით მე რაც ვიანგარიშე 2 დოლარში არის სხვაობა. ანუ როგორც გითხარით 99%-იანი სიზუსტით გამოვთვალე ის. ესე იგი, აი ეს გახლავთ სულ სტეიტმენტი. აი ეს კიდევ არის მეორე გვერდი ამ სტეიტმენტის, სადაც მოცემული არის საწვავი მე რამდენჯერ ჩავასხი, 1, 2, 3ჯერ მაქვს ჩასხმული სხვადასხვა ფასებში. აქ წერია საწვავი ადგილზე რა ღირდა და შემდეგ ფაზაკლებით რამდენად ჩავასხი. საბოლოო ჯამში აი ეს ციფრი მივიღეთ 1552 ფასდაკლებით და დაახლოებით სადღაც $300-მდე გამომივიდა ფასდაკლება კვირის განმავლობაში.